ახლა მე ვისაუბრებ, რატომ აქვს ადამიანს ორმაგი ბუნება, საიდან მოდის სიკეთე და ბოროტება, რატომ დევს ორივე ჩვენში, ყველა ადამიანში. მეტნაკლებად შეიძლება ვიმჯეროთ, მაგრამ ეს ყველასშია. და როგორ იმოქმედებს ეს ადამიანის, ანუ კაცობრიობის მომავალზე, როგორ მოქმედებს ახლა და როგორ მოქმედებდა წარსულში. და საიდან მოდის ეს ყველაფერი? ჩვენ მომავალზე როგორი ზეგავლენა ექნება. ესე იგი, მე მიყვარს საერთოდ სამეცნიერო ვიდეოების ყურება და ვასილ გაბუნიას ერთ-ერთ ვიდეოში მოვისმინე ის და რავიდე ის, რითაც შემდეგ უკვე ეს ყველაფერი გავაანალიზე. მანამდე კითხვა მქონდა, აი ეს ამოუხსენ კითხვა მქონდა და აი მაგ ვიდეოს შემდეგ ეს ამოხსენი რა. ესე ეს ვიდეო იყო ჭიანჭველებზე, ჭიანჭველების ცხოვრებაზე, რომ ისინი არიან სოციალური არსებები, თუ თავის თანამოძმეს, ანუ თავის სოციუმის წევრებს რაიმე უჭირდათ, ან რაღაცა დაავადება ქონდათ, ან ფეხით ყიოდათ, ის რაღაც მიკროოპერაციებს უტარებენ, იქ ეხმარებიან ერთმანეთს, ანუ ზრუნავენ ერთმანეთზე, ყვებავენ ერთმანეთს და ასე შემდეგ. მოკლედ ზრუნავენ და ულიან ერთმანეთს და თავის სოციუმის წევრებს. ეს შეგვიძლია განვიხილოთ სიკეთეთ და ბუნებრივია, რომ როცა არის რაღაც ჯგუფი, სოციუმი, თუ ისინი ერთმანეთს საჭიროებისას ეხმარებიან, საერთო ჯგუფისთვის ეს უფრო ანუ წაადგება და სასარგებლოა, რომ უფრო სიცოცხლისუნარიანი იქნება ეს ჯგუფი რა და კი ვეთანხმები, რომ ევოლუციურად ეს აუცილებელი არის. ხო, ეხლა გადავიდეთ ბოროტებაზე რა. იგივე ჭიანჭველების ჯგუფი ესე იგი თავს ესხმის მეზობელ და სხვა ბუდეებს და ანადგურებენ მათ, მათი რესურსები მოაქვთ, ანუ იქაც გადამრავლდებიან, ანუ მოკლედ იკავებენ იმ ტერიტორიას, მათ რესურსებს ითვისებენ და ასე შემდეგ რა. ეს უკვე არის ბოროტება. და ესეც ევოლუციურად არის სასარგებლო მათთვის, იმიტომ რომ თუ რაც მეტ იმას რესურსებს მიითვისებენ სხვა იმეებიდან, მით უფრო გაძლიერდება ბუდე და სოციუმი რა. ესე იგი, ამას თუ გადმოვიტანთ ჩვენ ადამიანების სოციუმში, ანუ ჩვენც ანალოგიურად სოციალური არსებები ვართ, ესე როგორც ჭიანჭველების ბუდე ცხოვრობს რა, ისე ცხოვრობს ადამიანის სოციუმები, ადრე იყო ტომები, მერე რაღაცა ისენი სოფლები, მერე ეხლა ქვეყნებია გახდა მერე და ასე შემდეგ რა და ეს სხვა 100,000 წელი და მილიონობით წელი ესე გრძელდებოდა რა და ხო და ანუ ადამიანის იმაში თუ გადმოვიტანთ, ხო, იგივე სიტუაციაა რა, ანუ იგივე სიკეთე ერთმანეთის მიმართ, ერთმანეთზე ზრუნვა, ანუ ოღონდ არა შვილი არის, შვილის მიმართ ზრუნვა ეს არის შობლის ინსტინქტი, მაგრამ აი მომყვასის მიმართ ზრუნვა და მომყვასის მიმართ კარგი საქმეების აკეთება და ახმარება ეს სიკეთეა და ნუ ეს ჩვეულებრივი როგორც ჭიანჭველა თავის სოციუმის წევრს ზრუნავს, ისე იგივე შეიძლება განვიხილოთ. ასევე ადამიანებს ახასიათებს სხვა სოციუმების დაყრობა, მოსპობა, ანადგურება სხვადასხვა მიზეზებით, რა ვიცი, შეიძლება რელიგიური მითი, ამით რა მნიშვნელობა აქვს. თავარია ისინი იმათ იმყრობენ, ანადგურებენ და მათ რესურსებს ითვისებენ რა. ხო და ესეც ბოროტება რა. ანუ რა გამოდის, ესე იგი, სიკეთე და ბოროტება არის სოციალური არსებების ბუნებრივი თვისება. ეს ადამიანს არ გამოუგონია ეს რა და ადამიანებამდე ბევრად ადრე ცხოვრობდნენ ჭიანჭველები, მილიონობით წლით ადრე წარმოიშნენ ევოლუციით და უკვე არსებობდა ეს ცნებები მათში და უკვე არსებობდა სიკეთე და ბოროტება. ადამიანი შედარებით გვიან წარმოიქმნა. ეხლა მე მინდა გადმოვიტანო ეს ადამიანის ევოლუციაში. როგორ ხდებოდა ადამიანის ევოლუცია? ესე იგი, ადამიანები ისეთი ჯგუფები, რომლებსაც ეს თვისებები ჰქონდათ გამჯდარი, ანუ მოყვას ეხმარებოდნენ თავის და სხვა სოციუმებს იპყრობდნენ და ართმევდნენ რესურსებს, უფრო განვითარდნენ, უფრო სიცოცხლისუნარიანები აღმოჩნდნენ
ასევე ესე იგი ბევრი სოციუმები რო იყო რა ადამიანების, ანუ ბევრი დასახლებები, ბევრი სხვადასხვა, რომელიმე სოციუმი შედარებით უფრო მეტად ჭვიანურ რაღაცებს მოიფიქრებდა, რა აკეთებდა, ანუ ტაქტიკას შეცვლიდა, ანუ იარაღებს გამოიგონებდა უფრო და რაღაცას მოკლედ სხვებზე უკეთესად რა აკეთებდა და თავის გვერდითან ყოფებს დაიპყრობდა. მე უფრო გაძლიერდებოდა, მე კიდე დაიპყრობდა, კიდე და საბოლოოდ ესე იგი ყველა სოციუმებს მომედებოდა, მათი გენი გავრცელდებოდა ყველგან. ხო, ამ დროს ამას ყავდათ ხოლმე მეფე რა, ერთი ბელადი, ანუ ერთი მეთაური. ამ სოციორს ჭიანჭველებს ყავთ დედოფალი, ისე ყავდათ ხოლმე მეფე რა. ხო და ნუ ეს ხო გავრცელდებოდა ყველგან. ყველა სხვებს რა ანადგურებდნენ. შემდეგ მე დაიშლებოდა ისევ. მე სადღაც სხვაგან კიდე რომელიღაცა ჯგუფი ამ დაშლილიდან კიდე უფრო მეტად რაღაცებს მოიგონებდა რაღაცებს. ისიც ესე დაიპყრობდა ყველას ამოხოცავდა და თავის გენი გავრცელდებოდა და მოვედებოდა ისევ და ასე ხდებოდა მილიონობით წლის მანძილზე, ანუ 100.5 მილიონი 500.000 წელი და მილიონობით წელი ესე მიდიოდა ეს ევოლუცია, ანუ ასე ნელ-ნელა იცვლებოდა ადამიანი რა. ანუ აქამდე ამით ჩვენ რას ვსწავლობთ ამით რა? ამით ჩვენ იმას ვსწავლობთ, რომ ადამიანის გენეტიკაში გვიდევს, ჩვენ ინსტინქტურად გვიდევს, აი როგორც საჭმელი რომ მოვშივდება, ხო, უნდა შევჭამოთ, ხო? ეს ინსტინქტია ჩვენი, რომ უნდა შევჭამოთ, იმიტომ რომ ორგანიზმი ამას გვაიძულებს. ზუსტად იგივეს გვაიძულებს ორგანიზმი, როცა ვიქნებით მეთაური რომელიმე სოციუმის, აი ზუსტად იგივეს გვაიძულებს მე რომ დავიპყროთ სხვა სოციუმები და გავანადგუროთ და აი ბოროტებას გვაიძულებს რა. ხო და ადამიანის ბუნებაში დევს ეს რა. ხო და დემოკრატიულ ქვეყნებმა ხო? ანუ ნუ რაც დემოკრატია შეიქმნა მოკლედ რა. ეს გააცნობიერეს ეს ყველაფერი და წამოიწყეს ანუ ესეთი რაღაც რომ ერთ ადამიანზე არ იყოს დამოკიდებული ის თუ ვის დაიპყროს, სად დაიპყრობდა, რას იზავ რა, ანუ ბელადები ამოიღეს და ანუ ესე პარლამენტები შექმნეს, რომ ბევრი სხვადასხვა ადამიანი იყოს რა და მშვიდობა იყოს, რაღაც წესრიგი შექმნეს რა. მაგათ რომ აი ეს ადამიანის ბუნება, რაც არის ბოროტება და რანადგურება სხვა სოციუმების, ნუ შიდა შენი სოციუმების მიმართ, კი ბატონო, კეთილი ხარ, მაგრამ აი სხვა სოციუმების, სხვა რელიგიების, სხვა იმების რანადგურება და ამოხოცვა მათი და მათი რესურსების მითვისება, ეს ჩვენი ინსტინქტი, რომ იმას ეკნათ, დაინეიტრალებინათ, შეიქმნეს ეს დემოკრატია. ხო და რომ მშვიდობიანად ყოფილიყო ადამიანი რა. ეს ადამიანის ბუნების წინააღმდეგ არის წასვლა. ხო და საქმე რაშია, რომ ეხლა ნაწილი ქვეყნების არის ისევ დიქტატორები და ისევ ველური პრინციპებით ცხოვრობენ, ისევ ცდილობენ რომ სხვები გაანადგურონ, სხვების რესურსები მიითვისონ და ნაწილი ქვეყნების არის დემოკრატია, რომელიც აი ესე ადამიანის ბუნებას ამ ბოროტებას შეეწინააღმდეგენ და ჩათვალეს რომ თლიანი დედამიწა არის ერთი სოციუმი და არ არის საჭირო ბოროტება ერთმანეთში რა, ერთ სოციუმად განიხილავენ მთელ დედამიწას რა. ხო და ნაწილი და არის ესეთი რა და ზუსტად ეხლა არის ის ბრძოლა რომ თუ ადამიანის ცივილიზაცია ამ ჩვენ გენეში არსებულ ბოროტებას მოერევა და მშვიდობას დაამყარებს და აი ესე ერთმანეთის დაპყრობებს შეეწინააღმდეგება, ხო? და დემოკრატიას დაამყარებს საერთაშორისო სამართალს და საერთაშორისო წესრიგს, აი მაშინ კაცობრიობა რა დარჩება? და თუ ამას ვერ მოახერხებს და ეს ჩვენი გენი ისევ იმოქმედებს, აი ეს ჩვენი გენეტიკაში არსებული ბოროტება, მაშინ კაცობრიობა განადგურდება, იმიტომ რომ ადრე თუ ხმლებით მიდიოდა ბრძოლა და თუ ერთი მეორეს იპყრობდა, ну ის ვინც დაიპყრეს, ის კი განადგურდებოდა, მაგრამ ეს ხო დარჩებოდა გამარჯვებული, მაგრამ ახლა გამარჯვებულიც არ დარჩება. ანუ ის დამარცხებულიც რა ანადგურებს გამარჯვებულს. ისეთი შეიარაღებაა უკვე. ხო და ბირთვული ბომბები რა, ხო და აქ ვიჭედებით რა უკვე რა, თუ ამ ეტაპს გადავლახავთ, რომ აი ამ გენს
მოვაშთობთ რა და დემოკრატია და შვიდობა დამყარდება და ერთი მეორის დაპყრობა აღარ იქნება და ერთმეორეზე წართმევა რაღაცეების მაშინ კაცობრიობა რა დარჩება და აი ძალიან დიდ განვითარებას მიაღწევს რა ანუ მოედება პლანეტებს გალაქტიკებს და ასე შემდეგ რა ისე განვითარდება მაგრამ თუ აი ჩვენ გენში არსებულ ბოროტებას ვერ მოუთოკავთ ამ დიქტატორობას ხო რაც არის ხა პუტინი და რაც ხა ტრამპიც რო ჩალიჩობს რომ ხა დიქტატორი გახდეს ანუ ის არის დებილი ტრამპი არის დებილი იმიტომ რომ ამ ყველაფერს ვერ იაზრებს და ცდილობს რომ თვითონაც დიქტატორი გახდეს რა რაც ისტორიულად ჩვეულებრივი ამბავი იყო და კარგი არაფერი მოხდა მაგას ხო და ხოლო ბრძოლები ომები და ადამიანების ხოცვა რა ხო და აი ეხლა გვაქვს გადამწყვეტი მომენტი რა კაცობრიობისთვის ეს პერიოდი არის გადამწყვეტი მომენტი ან კაცობრიობა იარსებებს ან კაცობრიობა აღარ იარსებებს რა თუ ამ შეიარაღებით და ამ ტექნოლოგიებით ეს ადამიანის ბოროტი გენი ისე იქნება და ისე ურთიერთგანადგურება წავა ხო არ გამარჯვებული აღარ დარჩება რა და კაცობრიობაც შეწყვეტს არსებობას ხო აი ეს მინდოდა მეთქვა